უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები ადასტურებენ, რომ სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე შედეგად გაჩენილი ხანძრის ვიდეოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ კიევი რუსეთის ნავთობ სექტორზე დარტყმებს მომავალშიც გააგრძელებს. კიდევ ერთი უკრაინული შორმანძილზე განხორციელებული სანქცია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ და ჩვენ ამ მიმართულებით მოქმედებას ვაგრძელებთ. ამჯერად სამიზნე იყო სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ჩვენი საზღვრიდან 800-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით. მადლობას ვუხდი ოპილოტო სისტემების და სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს მათი სიზუსტისთვის. დიდება უკრაინას! სამარის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ფედორიშჩევის თანახმად ოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. უკრაინა ბოლო კვირებში რუსეთზე საპასუხო დარტყმებს აძლიერებს, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. კრემლის თანახმად უკრაინის დარტყმების შედეგად რუსეთში საწვავის დეფიციტის რისკი არ არსებობს. Нет, Кремль не видит таких. Არა, კრემლი მსგავს რისკებს ვერ ხედავს. ზოგან საწვავის წარმოება შესაძლოა შემცირდეს, თუმცა ეს სხვა ფაქტორებთან ერთად სეზონურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება. საწვავის ბალანსი კარგად არის გათვლილი და დამაკმაყოფილებელი საკომპენსაციო სისტემა არსებობს. Топливный баланс рассчитан и მოსკოვი 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინის ქალაქებზე თითქმის უწყვეტ სარაკეტო და დრონებით იერიშებს აგრძელებს. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის იერიში დნიპროს რეგიონზე 524 დრონსა და 22 რაკეტას მოიცავდა და 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერიშის შემდეგ და დაამატა, რომ სამიზნე საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკული ობიექტები იყო.